თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის წინა სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურა ბრალდებულს მტკვარი ჰესის საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტს ედავება. ბაჩიაშვილმა სასამართლოს ხდომაზე იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მოხდა მისი საქართველოში ჩამოყვანა. ბაჩიაშვილის თქმით, ის საზღვარგარეთ მოიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და შემდეგ ჩასვეს თვით ფრინავში და საქართველოში გადმოაფრინეს. მტკვარი ჰესის საქმეზე სასამართლო პროცესი 24 ივლისს ჩაინიშნა, სადაც უკვე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. შეგახსენებთ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს 2 მარტს უკანონოდ დატოვა. გიორგი ბაჩიაშვილს 5 მარტს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამასთან გიორგი ბაჩიაშვილს ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჭილი. არანაირად დაბნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც შენს წინააღმდეგ იყო ფაბრიცირებული. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. და დღეს მე ამას კიდევ ერთ ახალ ძალიან დიდ საერთაშორისო დანაშაულის შესახებ ვიდა შეთანხმება. 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვილეს, 2 დღე თვალებახვეული მატარეს, ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების და დაღაფარებების საშუალების გარეშე. შემდგომ პირდაპირ მოტაცებული ჩატენეს აირზენას ბომბარდირის თვითფრინავში, ჩაომიყვანეს მოტაცებული საქართველოში. საქართველოს ისტორიაში ძალიან ბევრი საქმე ახსოვს, სხვადასხვანაირი გართულებები, თუმცა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვიცი, დანაშაულებრივმა ჯგუფმა, რომელიც დღეს საქართველოს თავებას უთმობს თავს, ნამდვილად აჯობა თავის თავს. ინტერპოლის ძებნა იყო შეჩერებული ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩაომიყვანეს საქართველოში. ვინც დაარღვევს არა მარტო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია, არამედ საერთაშორისო სამართლის უამრავი ნორმა და იმ ქვეყნის უამრავი ნორმას, რომელშიც მე ვიმყოფებოდი. მე თქვენ ვთხოვოთ, რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დაწყებად. მე ზუსტად ყველა დეტალს შევახობინებ გამოძიებას. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მსგავს შემთხვევაში, როდესაც სასამართლო მიიღებს პირისგან ინფორმაციას შესაძლო დანაშაულის შესახებ, ის თავად არის ვალდებული მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვოს გამოძიების დაწყება, ანუ ფაქტის გადამოწმება. ამას გარდა ცხადია, ამ ფაქტიდან გამომდინარე, რაც დღეს მოვისმინეთ, ჩვენ ცალკე მივმართავთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მოვითხოვთ ამ გამოძიების ჩატარებას და ყველა იმ ფაქტის გადამოწმებას, რაზეც გიორგი ბაჩიაშვილმა ისაუბრა დეტალურად. ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი არის გამოძიების კვლევის საგანი და ეს გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო საფრთხეების სამსახურში. შესაბამისად, გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს. თუ რაიმე დეტალი იქნება საჭირო, ბუნებრივია ეს უწყება გააკეთებს. რაც შეეხება შინაარსს, ბრალდებულმა განაცხადა, როგორც საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. თქვენც მოისმინეთ. შესაბამისად, შინაარსობრივად, სამართლებრივად განმეორდები, მიმდინარეობს გამოძიება და ამ კითხვებზე პასუხი იქნება ბუნებრივია გამოძიებას.